საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს საქართველოში ჯოანა დე ბერს შეხვდა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონი და დევნილთა რეგისტრაციის პროცესი. ეს ის თემებია, რომლებზეც უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა. თავის მხრივ ჯოანა დე ბერმა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ უწყებას სერიოზული მიღწევები აქვს როგორც განსახლების, ასევე კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და შემოსავლის წყაროების პროექტის დახვეწის კუთხით. მან მაღალი შეფასება მისცა გასული წლის ივნისის შემდეგ სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებს დევნილთა განსახლების, მათი შემოსავლის წყაროების, მათი უფლებების დაცვის მიზნით, საკანონმდებლო სამართლებრივი მიმართულებით და კონკრეტული საქმიანობის მიხედვით გაწეულ საქმიანობას ჩვენ განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მივიღეთ გარკვეული მხარდაჭერა და შეპირებები იმის თაობაზე, რომ დევნილთა შემოსავლის წყაროების პროექტს და სხვა აქტივობებს მსოფლიო ბანკი თავის მხრიდან დაუჭერს მხარს. ეს შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო, ვინაიდან ბატონმა მინისტრმა ფაქტობრივად განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მე მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ წარმატებული წინსვლაა, თვალსაჩინოა განვითარების რამდენიმე სერიოზული ეტაპი. ასევე საგულისხმოა დევნილთა უფლებების შესახებ ახალი კანონის შემოღება. ყველაფერი ეს საქართველოს უნიკალურ ხდის აღნიშნული საკითხის მოგვარების მხრივ.